მოკლედ, საქართველოს ეროვნულ ნაკრებზე ვისაუბროთ. აი საინტერესოა, როგორია დღეს ჩვენი გუნდი, ხო? ვნახოთ როგორაა დაბალანსებული გამოცდილება და ახალგაზრდობა და რას ნიშნავს, რომ ბიჭები სერიოზული ლიგებში თამაშობენ. პირველი, გუნდს ნამდვილი ვარსკვლავები ყავს საკვანძო პოზიციებზე. ხომ წარმოგიდგენიათ, გიორგი მამარდაშვილი ლივერპულში, ხვიჩა კვარაცხელია პარის სენ-ჟერმენში, ჟორჟ მიქაუტაძე ვილიარეალში. მათი თამაში უმაღლეს დონეზე უდიდესი ძალაა ჩვენთვის. მეორე, ეს ასაკობრივი ბალანსი ძალიან მნიშვნელოვანია რა. ანუ ყავს გურამ კაშიასნაირი გამოცდილი ვეტერანები, ლიდერები კარიერის პიკში, ვინც ვახსენეთ, და პლუს ძალიან იმედისმომცემი ახალგაზრდებიც, აი საბა გოგლიჩშიძე, ლუკა პარკაძე. ეს ბალანსი დღესაც გვადგება და მომავლისთვისაც სერიოზული ამბავია. და ბოლოს მესამე, აი გეოგრაფია ნახეთ, ჩვენი ბიჭები 16 სხვადასხვა ქვეყნის ჩემპიონატში თამაშობენ. მარტო ევროპის ტოპ ლიგები კი არა, ინგლისი, ესპანეთი, საფრანგეთი, არამედ ამერიკა, ჩინეთი, სამხრეთ კორეაც, ეს უკვე გლობალურ დონეზე მეტყველებს, ხო? მოკლედ რა გამოდის? გვყავს ამბიციური მზარდი გუნდი, მსოფლიო დონის ლიდერებით და ძალიან საინტერესო ახალი თაობით, რომელიც ევროპაში იწვრთნება. იგრძენი ქართული ფეხბურთის პულსი, გამოიწერე ჩვენი არხი.